საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემა იქნება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა იავნანამ რა ქნა. ეს შესანიშნავი მოთხრობა ყველა ჩვენგანს ბავშვობიდანვე ახსოვს და ყველა მიცის მასში გადმოცემული ამბავი. ეს არის ამბავი ერთი პატარა გოგონასი, რომელიც ბავშვობაში პატარაობის ხანს 3 წლამდე, 2-დან 3 წლამდე, მესამე წელში იდგა იაკობ გოგებაშვილი გვეუბნება, მშობლიურ კერას მოსწყვიტეს ლეკებმა, გადაიყვანეს დაღესტანში და იქ სრულიად შემთხვევით მახლობელსავე სოფელში ნაიბსა და მის ცოლს მიყიდეს. ლეკებს გამდიდრების სურვილი ამოძრავებდათ და გადაწყვეტილი ჰქონდათ ბავშვი გამოსასყიდი მოეთხოვათ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კახელი თავადი ცნობილი პურადობითა და ვაჟკაცობით ზურაბ ქართველაძე ბავშვის გამოსასყიდად არაფერს დაიშურებდა. ცდილობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ თანხით გამდიდრდებოდნენ, თავიანთ ცხოვრებას შეცვლიდნენ და სხვების დამოკიდებულებაც მათ მიმართ შეიცვლებოდა. აი სწორედ ამიტომ გარისკეს დიდხანს აკვირდებოდნენ ბავშვის ზნეს, განრიგს, სად მიყავდათ, როგორ მიყავდათ, როდის მიყავდათ და ერთ საღამოსაც, როცა გამდელმა ის ტყეში გაიყვანა გასასეირნებლად საღამოს პირს, თავს დაესხნენ გამდელსა და ბავშვს და ბავშვი გაიტაცეს, გამდელს კი თავში დიდი ხის ნაჭერი ჩაარტყეს და თვალსა და ხელშუა გაეპარნენ. ზურაბ ქართველაძემ გვიანღა აღმოაჩინა, რომ მისი შვილი გატაცებული იყო, მართალია მდევარით შეკრიბა, მაგრამ ბავშვი ვერაფრის დიდებით ვეღარ დაიბრუნა. უკვე გასაგებია, რომ მოთხრობის თემა არის სწორედ ეს გატაცების ამბავი, მაგრამ მწერალი უცბად ცვლის მიმდინარეობას და ჩვენ თვალწინ უცბად თემად ყალიბდება სულ სხვა საკითხი. კონკრეტულად რა, როგორ იქცევა პატარა ბავშვი სხვად, ანუ როგორ იცვლის ის თავის ეროვნულ ვინაობას. ქართველაძის ოჯახში დაბადებული, სიყვარულით გაზრდილი ბავშვი, რომელზეც მზედამთვარე ამოსდიოდა მშობლებს, ლამაზი, ცელქი, მოტიკტიკე, ბედნიერი, ერთი სიტყვით ბედნიერი ბავშვი აღმოჩნდება ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ. თავდაპირველად ეს ბაჯაჯგუნა ლეკები, როგორც მწერალი მათ უწოდებს, ბაჯაჯგუნა ლეკები მას ტომარაში ჩასმულს რამდენიმე დღის განმავლობაში ამგზავრებენ ცხენით. ბუნებრივია ეს შთაბეჭდილებები ბავშვის ცნობიერებაში, ბავშვის გონებაში ძალიან ღრმა კვალს ტოვებს. აი ეს ცუდი შთაბეჭდილებებია შემდეგ ქეთოს, რომ თითქმის დედად და მამად აღაქმევინებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბაჯაჯგუნა ლეკებისაგან დაიხსნის. აი სწორედ ეს ნაიბი და მისი მეუღლე ამ დროს აივანზე გამოსულიყვნენ, როცა ლეკებმა ჩამოიარეს. შეამჩნიეს, რომ ამ ლეკებს სტომრით რაღაც მოჰყავდათ. კითხეს ამბავი, ლეკებმა ტყუილი თქვეს, რომ ჩვენ ეს ბავშვი დაგდებული ვიპოვეთო და რადგან ისინი უშვილოები იყვნენ, დიდ ძალით თანხა გადაუხადეს ლეკებს იმისათვის, რომ ბავშვი დაეხსნათ, შემდეგ დედობრივი და მამობრიული სიყვარული ეგრძნობინებინათ და აი ამ გათელილი, განადგურებული, ატირებული ბავშვისგან, რომელსაც და ალბათ ეს ბაჯაჯგუნა ლეკები სწორედ რაღაც ავსულებად წარმოედგინა, უცბად შეცვალეს დამოკიდებულება ბავშვის მიმართ და ცხადია ბავშვიც მიენდომად გაჰყვა და მის ცნობიერებაში მოხდა ღრმა ცვლილება. თუ თავდაპირველად მან ამ ადამიანების, მოალერსი ადამიანების სახით იპოვა თავისი მშობლების მაგიერი, ცოტა ხანში მათმა სიყვარულმა, მათმა ქცევამ, მათმა მზრუნველობამ, ქეთოს გონებაზე კიდევ უფრო ღრმა კვალი დაამჩნია. თანდათანობით დაავიწყდა მას ქართული სიტყვები, ქართული მეტყველება. თანდათანობით მიავიწყდა მას ის თავისი საყვარელი ვაშლოვანი, სასახლე, ეზო, კარმიდამო, ყველაფერი, რაც კი მის ბავშვურ ცნობიერებას ჯერ კიდევ ახსოვდა და სულ ცოტა ხანში ქეთო იქცა ქართველი ქალიდან უცბად გადაიქცა ლეკ ქალად და იაკობ გოგებაშვილმა სწორედ ეს სათაური მისცა აი ამ თავს, ქეთო ლეკ ქალად იქცა.
ბუნებრივია, ადამიანს ვერავინ შეუცვლის თავის ეროვნულ წარმომავლობას, თავის გენეტიკას, თავის მეხსიერებას და ქეთოს ბუნებაშიც ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, დროებითი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ალბათ ბავშვის ცნობიერება როგორია. სხვათა შორის გაგახსენებთ, რომ ამაზე ბავშვის ცნობიერების შემთხვევითობაზე, შთაბეჭდილების გავლენის ქვეშ ყოფნაზე ძალიან კარგად წერს აკაკი წერეთელიც თავის ჩემ თავგადასავალში. ესე იგი, ეს ორი თანამოღვაწე, თანამოაზრე, აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი ფაქტობრივად ერთ სინამდვილეს აკონკრეტებენ და აფიქსირებენ და მხატვრულად ასახიერებენ და შლიან შემდეგ ამ საკითხს, რომ ბავშვის ცნობიერება არის ფსიქოლოგიურადაც დადასტურებული, რომ არის შთაბეჭდილებაზე აგებული. ის გართული სამყაროს აღქმით ვერ ასწრებს სამყაროს აღქმას ძალიან ღრმად და არც ღრმად იმახსოვრებს ამ მოვლენებს. უბრალოდ შთაბეჭდილებების საგნებზე, ადამიანებზე, მოვლენებზე, პეიზაჟები, სიტყვა, პასუხი, რაღაცა ფონი და დეკორაცია, რაც კი ამ საუბარს თუ ქმედებას ახლავსთან, ბავშვის ცნობიერებაში უბრალოდ ძალიან ღრმად ილექება, იმიტომ რომ მომენტალურად ცვლის მისი ცნობიერებისთვის საგნები და მოვლენები ერთმანეთს. ერთი საგნიდან ის პეპელასავით უცბად გადადის მეორე საგანზე, მეორე საგნიდან მესამეზე, მესამედან მეოთხეზე და ეს დინამიური სვლა შთაბეჭდილებებისა ბუნებრივია, მასში ისე მკვიდრად ფეხს ვერ იყიდებს, უბრალოდ მასში რჩება შთაბეჭდილება და არა ამბავი. ამიტომ იმ ბავშვობის ასაკში და კარგია რომ ვაკონკრეტებთ და მწერალიც გვაკონკრეტებინებს, რომ ქეთო იდგა მესამე წელში, ანუ ეს იყო ბავშვი 2-დან 3 წლამდე. არ იყო ბოლომდე მისი გონება გახსნილი იმისთვის, რომ მის მეხსიერებას ცოტა უფრო ღრმა საფუძველი ჰქონოდა და წინააღმდეგობა გაეწია აი ამ ბუნებრივი პროცესისათვის, რადგან მისი გარემოცვა აღმოჩნდა ლეკური, უცხო ქვეყნისა, სხვა ხალხისა, მან ძალიან ადვილად დაივიწყა თავისი პირვანდელი შთაბეჭდილებები და ჩაებღაუჭა აი ამ სწორედ ახალ შთაბეჭდილებებს. ამიტომ მოხდა მისი ცნობიერების ცვლა და ესაც კარგი შემჩნევა, რადგან ქეთოს თავისი მშობლიური ქართული ენიდან უკვე ერთი სიტყვაც აღარ ახსოვდა, ვერც იგებდა, ირგვლივ გარშემოც სრულიად უცხო მეტყველება და ლაპარაკი ესმოდა, უცხოდ ჩაცმული ხალხი, უცხო ადათ-წესები, უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, უცხო ენაზე გაცხადებული სიყვარული და მზრუნველობა. აი ქეთოში სწორედ ამ გარემომ თავიდან ბოლომდე ის ძველი მეხსიერება მიაძინა, მიახუჩა სადღაც ბუნების ღრმა სიღრმეში და მე ძალიან მომწონს, როცა იაკობ გოგებაშვილი ძალიან გასაგებად ადვილი ენით გვამცნობს ადამიანის ფსიქიკის აი ამ შრეებს. ნახეთ როგორ საინტერესო მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება ამ შრის დასახელებას. ის გვეუბნება ბუნების ძირიდამ დაიძრა შთაბეჭდილება, ან გონების სიღრმეში მეხსიერება ჩაკვდა, შემდეგ მეხსიერება გაცოცხლდა. აი ეს ტერმინები მიგვანიშნებს იმას, რომ თვით იაკობ გოგებაშვილი კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, ადამიანის ფსიქიკურ აგებულებას და აი შეიძლება იმ ტერმინებით დღეს რასაც ჩვენ მათ უწოდებთ არ წარმოგვიდგენს ამ სინამდვილეს ქვეცნობიერი ცნობიერი, მაგრამ ის გვესაუბრება ისეთ ენაზე, რომელიც ადვილად გასაგებია ბავშვისთვის და ადვილად ასახსნელია ბავშვისთვის იმ მკითხველი საზოგადოებისთვის, ვიზედაც ის გათვლილი, ეს მოთხრობა გათვლილი იყო. და აი სწორედ ნახეთ საოცარი რამ ამ შემთხვევაში, რომ ქეთომ სრულიად დაივიწყა თავისი წარმომავლობა და როცა მამამ მიაგნო, მამამისია კვალი აღმოაჩინა, გაიგო სად იყო და სცადა მისი დაბრუნება, თავდაპირველად რა თქმა უნდა ნაიბმა გაუწია წინააღმდეგობა, რომ 10 წელი გასულიყო, ქეთოს დავიწყებოდა თავისი მშობლები და თავისი სამშობლო, ამიტომ აღარ ღირდა იმ შთაბეჭდილებების ხელახლა გაცოცხლება და ღირსეულმა ნაიბმა შემოუთვალა ზურაბ ქართველაძეს, რომ ცოდნოდა თავიდან, რომ თქვენი შვილი იყო, ჩემივე ხელით მოგგვრიდით მას დიდი სიხარულით, მაგრამ ეხლა უკვე ჩვენც იმდენად შეგვიყვარდა და იმდენად გვეძნელება მასთან განშორება, რომ ვერაფრის დიდებით მთელი კახეთი სიმდიდრო რომ აქ მოზიდოთ, მე ამ ბავშვს ვეღარ დაგითმობდო. და ზურაბ ქართველაძე იძულებული გახდა სხვადასხვა ხერხისთვის მიემართა. ეს ხერხი იყო თავდაპირველად თითქოს მოტაცების მცდელობა, შემდეგ ხმების გავრცელება, რომ თითქოს ბავშვსა დაივიწყა და აღარ ეცდებოდა ბავშვის მოტაცებას და ბოლოს უკვე 2 წლის დუმილის შემდეგ მან შეკრიბა 10 რჩეული ვაჟკაცი და ქეთო
უკვე დალხინელ ნაიბს, დაიმედებულ ნაიბს, რომ ზურაბ ქართველაძე აღარ ეძებს შვილის დაბრუნების გზებს, ესე იგი შვილი საკუთარი უფრო ნაშვილები ქეთო საკუთარი სახლიდან მოსტაცა. აქედან დაიწყო ქეთოს უკვე მეორე სტრესი და მეორე შთაბეჭდილებათა ციკლი და ტანჯვა მისი და დიდი ვარამი. მეორე მოტაცება ქეთოსი უკვე მოხდა ისეთ ჟამსა და ისეთ პერიოდში, როცა პიროვნება კი შთაბეჭდილებას კი აღარ აგროვებს და სამყაროს კი აღარ აღიქვამს, არამედ ის პიროვნებად უნდა დადგინდეს და უნდა ჩამოყალიბდეს. ქეთოს ნაიბის მცდელობით საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა, რომ მოტაცებული ბავშვი იყო. სოფელში ნაიბმა ყველა საუკრძალო ამ თემაზე საუბარდა, ამიტომ ქეთო დარწმუნებული იყო, რომ ნაიბი და მისი ცოლი მისი ნამდვილი მშობლები იყვნენ. ამიტომ მან ეს მოტაცება განსაკუთრებულად მძიმედ გადაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი ფსიქოლოგიურად სწორედ სტრესის გამეორების შემთხვევაში ადამიანი ბუნებრივად უბრუნდება თავის აი წინარე ცხოვრებას და წინარე მეხსიერებას, ქეთოს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. იმიტომ რომ ქეთო თვლიდა მოძალადედ თავის ნამდვილ მამას და ვერ გაეგო რა უნდათ ამ უცხო ადამიანებს მისგან. მაგდანი, მშვენიერი მაგდანი, რომელიც განთქმული იყო ქართლსა და შემდეგ უკვე კახეთში, თავისი სილამაზით, თავისი კეთილი გულით და თავისი სიმღერით, აი ეს მაგდანი დედა საშინლად იტანჯებოდა შვილის ტკივილისა და ტანჯვის შემყურე, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა შვილის მოქმედებაში. ის ცდილობდა და დააკვირდით რა ზუსტად იქცევიან მშობლები, ცდილობენ მისი მეხსიერების გაღუძებას. ამიტომ ქეთოს აცნობენ ჯერ ხელახლა აცნობენ თავის მეგობრებს, რომელთანაც თამაში უყვარდა. აჩვენებენ დედოფალებს, რომლებითაც ის ბავშვობაში თამაშობდა. მიჰყავთ წყაროსთან, სადაც მას ყოფნა უყვარდა. ბოლოს იმ ხერხსაც მიმართავს მაგდანის ხვების რჩევით, რომ სარკესთან მიიყვანს და რადგან მათი მსგავსება ძალიან საგულისხმოა და ნიშანდობლივია, სარკეში ჩაახედებს, მაგრამ ქეთო გართული აი სწორედ თავისი ფიქრითა და ტანჯვით, რომ ეს ადამიანები მოძალადეები არიან, თავსაც კი არ ასწავს ზემოთ და ბუნებრივია იმ მსგავსებას, რაც დედასთან ჰქონდა, რა თქმა უნდა, ვერც დააფიქსირებს. და აი ამ დროს ერთვება უკვე მწერლის არაჩვეულებრივი ინტუიცია და ალღო და კარგი ცოდნა ადამიანის ფსიქოლოგიისა. იაკობ გოგებაშვილი გვანიშნებს ერთ საინტერესო ცვლილებას. მაშინ როცა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ თუ რამდენიმე დღეში ქეთო ვეღარ გამოკეთდება, უნდა დაებრუნებინათ თავისი ღირსეული აღმზრდელებისათვის, აი ზუსტად მაშინ მოხდა ცვლილება და ცვლილების ინიციატორი არის ორი რამ. ამ მწერალი ამახვილებს ყურადღებას ორ ფაქტორზე ადამიანის აი ფსიქიკისთვის, ფსიქოლოგიისთვის, ამ ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის, ანუ პრინციპში ადამიანის სულის ჩამოყალიბებისათვის რას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ორ რამეს ასახელებს. ერთია ბუნება, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ქეთოზე და რაღაცას შეცვალა დადებითად, პოზიტიურად, იმიტომ რომ გაზაფხულის მაისის დღეს მოხდა ის სასწაული, როცა ქეთოში ის ჩამარხული, ჩაძირული მეხსიერება აბსოლუტურად გაიხსნა, ჯერ ბუნებამ იმოქმედა ამაზე. დავაკვირდეთ როგორ აღწერს, აუცილებლად დავაკვირდეთ აი ამ თავს, რომელსაც სწორად მოთხრობის სათაური ჰქვია, იავნანამ რა ჰქმნა, იმიტომ რომ ეს სასწაული სწორედ აქ უნდა განხორციელდეს, ის იწყება გაზაფხულის ულამაზესი სურათის აღწერით, ბულბულის გალობით, ბუნების მრავალფეროვნებით, ნაწვიმარი დღის, აი დილის მშვენიერებით, კარგად გამოძინებულმა ქეთომ, ამ ბუნების სიხალისით გართულმა, რომელშიც აი ამ ბუნებას შეეღწია და თავისი სასწაულებრივი ხელი დაეწყო. ბუნება გამზადებული საქორწილო მეჯლისისთვის, სადაც თითქოს 10,000-ობით ქორწილი იმართებოდა, აი ამან ამ სურათებმა ზეგავლენა მოახდინოს ქეთოზე, ქეთო გაიტაცეს და ნელ-ნელა ქეთოში მოხდა სანუგეშო ცვლილება. ქეთომ დაიწყო კითხვის დასმა, რატომ მეკცევიან ეს უცხო ადამიანები ასე კეთილად და კარგად? ვინ არიან ეს ადამიანები და რა უნდათ, რატომ ითხოვენ ისინი ამ ხელას სიყვარულს და რატომ აფრქვენ ამ ხელას სიყვარულს? და ეს სანუგეშო ცვლილება შენიშნა იქვე დედამ. ესაც საგულისხმოა გაითვალისეთ, რა თქმა უნდა, დედის თვალს არაფერი გამოეპარებოდა, მით უმეტეს ისეთი შვილისა, რომელიც 10 წელი მოწყვეტილი ჰყავდა თავისი მკერდიდან. და აი დედამ შეამჩნია, რომ ქეთოშს რაღაცა ღიმილი დაჰყვება, რაღაც სხვა ფიქრი გაუჩნდა, რაღაც სხვა ჩაღრმავება დაეწყო მის თვალთა მზერას და დედამ ამით გახარებულმა და გაბედნიერებულმა ის პაწაწუნა ხავსი იყო, რასაც დედა მოეჭიდა და მოეკიდა და გაალღო მისი გული, გაათბო და დააწყებინა სიმღერა და მან მთელი 10 წლის განმავლობაში უმღერალმა გულმა არადა
წერილმა ამის საფუძველი ჩვენ მოთხრობის დასაწყისში უკვე ჩაგვიყარა. ასეთი რამ გითხრა და გვამცნო. მაგდანს ისეთი ტკბილი და მშვენიერი ხმა ჰქონდა, რომ ვინც მას ერთხელ მოისმენდა და ვის გულსაც ის დაიპყრობდა და დაიმორჩილებდა, მას ვერასოდეს თავისი ცხოვრების მანძილზე აი ამ ტკბილ ხმას, მაგდანის ტკბილ ხმას ვერ დაივიწყებდა. დავაკურდეთ ქეთო, განებივრებული ბავშვობის დროს დედის იავნანათი, განებივრებული დედის სიყვარულით და დედის სიმღერით, აი სწორედ ეხლა და ხედავთ უკვე მეორე ზეგავლენას დააკვირდით, ისევ სიმღერა, ანუ ხელოვნება ხდება ის სასწაულებრივი ზემოქმედი ძალა, რომელიც ქეთოს სულში აღწევს და რომელიც აი ამ ფენა ჩალაგებულ, ესე იგი სხვა მეხსიერებას, სხვა შთაბეჭდილებებს უცბად გაარღვევს რაღაცა სასწაული აისბერგივით და ჩაიჭრება მისი სულის სიღრმეში და იქიდან უცბად ამოხეთქავს ის სასწაულებრივი სიტყვა, რომელიც ფაქტობრივად იწვევს მთელი ოჯახის ხელახალ დაბადებას. ეს არის დედა. ბავშვი გაიხსენებს, რომ ეს ის იავნანაა, რომელსაც მას უმღეროდნენ. შეიძლება ვერ აკონკრეტებს ყველაფერს, მაგრამ გზამკვლევი მეხსიერებაში ქეთოსთვის სწორედ ეს დედის დამღერი სიმღერა აღმოჩნდა. ანუ ხელოვნებას აქვს რაღაც განუზომელი ძალა და ხელოვნებით მოგრულ შთაბეჭდილებას თუნდაც ის სრულიად გაუცნობიერებელი იყოს, თუნდაც ის იყოს ადამიანის გონების, აი მართლაც მზის ამოსვლის დროს და ჟამს, ანუ მისი დაბადების ჟამს განხორციელებული შთაბეჭდილება, ის მაინც მიჰყვება მას სიცოცხლის ბოლომდე, თუნდაც მეხსიერების ყველაზე ღრმა შრეებსა და სიღრმეში. აი ქეთოს სული გაიხსნა, ქეთოს ბუნება გაიხსნა და ქეთომ აღმოაჩინა თავისი დაკარგული სამყარო, აღმოაჩინა თავისი დაკარგული ოჯახი და არც გასაკვირია, რომ მწერალი უდიდეს ყურადღებას მერე ახდა დიდ დროს უთმობს სწორედ ამ სიხარულის აღწერას. მთელი დანარჩენი ნაწილი მოთხრობისა სწორედ იმ გაუთავებელი სიხარულის აღწერა, რაც ქეთოს აი ბრჭყალებში ჩავსა დაბრუნებამ ამ ოჯახში გამოიწვია. ჯერ ერთი ის გამქრალი სიხარული დაბრუნდა, დედა იპოვა, მამა იპოვა. თავისთავად ცხადია ზურაბ ქართველაძე და მაგდანი თვითონ ღირსეული ადამიანები ქეთოს გადარჩენაში უდიდესი ღვაწლის შემტან დედობილსა და მამობილს ასე არ დაივიწყებდნენ და ბუნებრივია, რომ ეს ოჯახი ერთად შეკოწიწდებოდა, შედგებოდა, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ ნაიბსა და მის ცოლსაც შვილი არ ჰყავდა და ქეთო იყო მათი ერთადერთი ნუგეში და იმედი და ბუნებრივია მშობლები, რომლებმაც ესეთი დიდი ტკივილი გადაიტანეს შვილის დაკარგვით გამოწვეული, უთანაგრძნობდნენ აუცილებლად იმ დედობილ მამობილსაც, რომლებსაც ასეთ შვილივით ყავდათ გამოზრდილი ქეთო და შეიკრა ორი ოჯახი. ქეთომ გაამთლიანა ეს ორი ოჯახი, ხიდი გადო სწორედ აი ამ დედობილ მამობილსა და ნამდვილ მშობლებს შორის და ჩამოვარდა აი ამ ადამიანებს შორის ძალიან დიდი სიყვარული და კარგად ამთავრებს იაკობ გოგებაშვილი, მოგეხსენებათო სიყვარული შობს სიყვარულსაო და ქეთომ ეს სიყვარულის ხიდი გადოდა სწორედ აი ამ ორ ხალხს შორის და მე სულ ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ კიდე ამ მოთხრობის ეს ხო მთავარი იყო, რაზედაც ვისაუბრეთ, ანუ ქეთოს სულიერი თავგადასავალი, ქეთოს თავს გარდამხდარი ამბავი, ეს არის ამ მოთხრობის ყველაზე მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით არ გამოგვეპაროს ერთი ძალიან საინტერესო საკითხიც. მოთხრობა იწყება ლეკებსა და ქართველებს შორის, ანუ დაღესტანსა და კახეთს შორის უძველესი ისტორიით და გვეუბნება იაკობ გოგებაშვილი, რომ ოდესღაც მანამ ის ხალხი, ანუ ლეკები გამაჰმადიანდებოდნენ, ამ ორ ხალხს შორის იყო სიყვარული, პატივისცემა, მშვიდობა, გაცვლა-გამოცვლა. ისინი ერთად აქ მოდიოდნენ სავაჭროდ, სალოცავად და მათ შორის არანაირი დაბრკოლება არ იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაღესტანი გამაჰმადიანდა, კახეთსა და დაღესტანს შორის ძალიან დიდი მტრობა ჩამოვარდა. მოგეხსენებათ, მთელი მე-16, მე-17 საუკუნე, მე-18 საუკუნეები სწორედ ლეკების თავდასხმებით იყო საქართველოს ქართლი და კახეთი შეწუხებული, ეს ორი სამეფო. და აი იაკობ გოგებაშვილი თითქოს იტოვებს აი ამ საოცარი ადამიანური ისტორიის მოთხრობით იმის იმედს, რომ გვეუბნება თუ ქეთომ შეძლო ამ ორი ხალხის შერიგება თავისი დიდი სიყვარულით, მაშ სიყვარული ყოფილა გამოსავალი ადამიანებს შორისაც სიყვარულის ხიდის გასადება და კეთილი ურთიერთობების დასამყარებლად და ხალხებს შორისაც კეთილი ურთიერთობების დასამყარებლად, თუნდაც ისინი სხვადასხვა სარწმუნოებრივი ნიადაგზე იყვნენ, სხვადასხვა სარწმუნოებისანი იყვნენ. იაკობ გოგებაშვილის ეს მოთხრობა დარწმუნებული ვარ, ყველა ასაკის მკითხველს ძალიან დიდ სიამოვნებას მოჰქრის. გმადლობთ ყურადღებისათვის.